გამარჯობათ მეგობრებო, მოულოდნელად ინფორმაცია გავრცელდა და ბლოგს ვამონტაჟებდი ამ პერიოდში, რომელიც ამ თემატიკას ეხებოდა, სამხედრო თემატიკას და ნაწილობრივ იქაც ვისაუბრე, რომელსაც ახლა ტვირთავ და ძალიან მალე ნახავთ ამ ბლოგს თუ რაც ხდებოდა, როგორც ხდებოდა, ცოტა არ იყოს ჩემზეც ცუდად იმოქმედა ამ მოულოდნელად გავრცელებულმა ინფორმაციამ და ვერ გამომივიდა მთლად დალაგებული ბლოგი ისე როგორც ჩვევია, მაგრამ საერთო ჯამში გასაგები არის ყველაფერი ახსნელიანი, ამიტომ ავტორთავ ჩემი YouTube-ის გვერდზე და ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ შევბრძანდეთ და ნახოთ მოვლენების ქრონიკა, ომის მოვლენების ქრონიკა თუ რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში და რისი მონაწილეც შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყანაც. და მე პირდაპირ კითხვა მაქვს კოცებთან და პირდაპირ კითხვა მაქვს გავრცელებულ ინფორმაციიდან გამომდინარე გავრცელდა ინფორმაცია რომ თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი. მართალია ეს არა საბრძოლო თვითმფრინავი, არის მძიმე ტვირთის მზიდავი თვითმფრინავი არის, რომელიც გამოიყენება ჰერკულესები, რომლებიც გამოიყენება ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო ტვირთების და არა მარტო სამხედრო ტვირთების გადატანისთვის და ყოველ შემთხვევაში გააჩნიათ მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის საკუთრება არ არის, სამხედრო ავიაციის საკუთრება არის ეს და სამხედრო ტვირთების გადასატანად იყენებენ. გავრცელებული ინფორმაციით ვიდეო კადრებიც გავრცელდა, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ შევბრძანდეთ ჩემს გვერდზე, აზიმუტის გვერდზე, არხზე, ტელეგრამის და ნახოთ. ესენი ხმას საერთოდ არ ამოიღებდნენ, უბრალოდ იქ ადგილობრივმა ეთყობა ვიღაცამ, გადაიღო და გაავრცელა ეს კადრები. თორე ხმა არა, ამ წუთში ერთი სიტყვა არაა გაჟღერებული, რომ ამერიკული ბორტი საქართველოში იმყოფებოდა, რაზე იმყოფებოდა, რატო იმყოფებოდა, რა იყო მისი საქმე. მე მინდა კითხვა დაგისვათ, კოცებს მინდა კითხვა დაგისვათ რა. ღუპავთ ლათო, საერთოდ ღუპავთ ამ ქვეყანას, თქვენი დედა შევეცი მე. საერთოდ გინდათ რომ განადგურდეს ეს ქვეყანა და თქვენ გაიქცეთ და წახვიდეთ და კარგად იყოთ. და ყველა კოცს მიუმართავ ერთი, ძალიან რომ ვენებს იჭრით. მშვიდობა და ბიძინა დამთავრდება ეგ მშვიდობაც. დამთავრდება ეგ მშვიდობა. დამთავრდება ზუსტად მაგ თქვენი ბიძინების და ამათი ხელით. გავრცელდა გუშინ გავრცელდა განცხადება ირანის ელჩის, საიდანაც გასაგები იყო ყველაფერი თუ რა იგეგმებოდა და რას გეგმავდნენ ეს ბოზიშვილები. მას დებილი ვერ გაიგებდა, ხოლო ნორმალური ადამიანი მარტივად გაიგებდა იმას რაც ხდებოდა. იმიტომ რომ რუბიოს ზარმა, რომელსაც საქართველოს მთელი ეს პოლიტიკანური სივრცე განიხილავდა იმათ, რომ ვაიმე გვაღიარეს ლეგიტიმაცია გვაქვს, იქ ნაცები, ეგ კოცები, მერე გამოხდა ეს ავადმყოფი ჩამოყალიბებული ჩერგოლეიშვილი, ბოზიშვილი ეს ძაღლის გაგდებული, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე როგორც წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა თურმე დაიწყო თავის დროზე, ახლა ომს აწარმოებს შეერთებული შტატები და ასე მოხდება თურმე ეს ყველაფერი. ასე მოხდება თურმე ეს ყველაფერი და რა ბედნიერები ვიქნებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება შემოსული სამხედრო ძალით საქართველოში. ჩამოყალიბებული ავადმყოფი. და არაფერი, მე რა მოხდა, კაცო? გატარა ამ ყველაფერი, რასაც გუშინ მოყვა ირანის ელჩის განცხადება, რაც თურმე თელმა ტრაკიდან განათლებულებმა მუქარად აღიქვეს და დედა თურმე ეს როგორ თქვა ამერიკის ირანის ელჩმა, როგორ იკადრა ესეთი რაღაცა. გამოვიდა და კაცმა განაცხადა შავით თეთრზე გავრცელებულ ინფორმაციაში. ქვეყნებმა, რომლებაც მხარი დაუჭირეს ტრამპის ავანტიურისტულ პოლიტიკას, აბსოლუტურად სულ ყველამ მოიმკო თავისი მოსამკელი, ან აწი მოიმკის მის ქვეყანაში ამ ავანტიურისტული პოლიტიკიდან გამომდინარე. ეს იყო მათი ოფიციალური განცხადება.
არანაირი ის მუქარა არ ყოფილა, ეს იყო გაფრთხილება და არავისთვის მე მგონი გასაკვირი არ არის ის, რომ ირანი რაზე გიპასუხო შენ შემოგევლე მაცალე რა 2 წუთი ლაპარაკი. გამოსავალი ისაა დადგენ ქართველები ერთად, მაგრამ არავის არ უნდა ტრაკის განძრევა და უნდა ყველას სხვისი ხელით მოგვარებული საქმე. აი ესაა გამოსავალი. და ქართველთა გაერთიანებაში არავინ მოდის, იმიტომ ფულს არავინ არ იძლევა და თანამდებობაზე არავინ არ ნიშნავს. ამაშია გამოსავალი. რა იცით ბიჭო ეს ჩაციება რა, ადამიანს ლაპარაკი დამაცალე რა 2 სიტყვას ვიტყვით უძმახა. ნერვებზე ვარ ისედაც მოშლილი. ელემენტარულად კითხვას უსვამ. ყველა ამ დასირებულ ქოც. ახლა აი ამის გულისთვის, რომ დაიბომბოს საქართველო. ელემენტარულ კითხვას გისვამთ. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს. ხო ხართ სულ ყველა დიდი ამ პატარიანად გამოსათრევი და ვინმეს თუ გონიათ რომ ირანის საქართველოს მოერიდება ძალიან შემწდარ ხართ. არერიდება იმხელა კაბილებამდე შეიარაღებული ქვეყნებს როგორიცაა საუდის არაბეთი და ისრაელს მიწასთან ასწორებს. თუ ქვეყანას დაიცავთ, საჰაერო სივრცეს დაიცავთ, რამე იარაღი გაგაჩნიათ. გეკითხებით ერთი. მაინტერესებს ერთი გაგვეცით პასუხი. საქართველოში კი არა ზეწოლა იმხელა ეგერე დაწყებული ბრიტანეთიდან გაგრძელებული ესპანეთზე, საფრანგეთზე, იტალიაზე, რომლებიც თავიანთ საჰაერო სივრცეებს არ უთმობენ. და გამოდის პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის და ამბობს, რომელიც კუდი იყო ყოველთვის. კუდი იყო შეერთებული შტატები, სადაც არ უნდა დაიწყო ომი, ყველგან მიყვებოდა ანგლო-საქსონური ოჯახია და იმიტომ. და ყველა ომში ყვებოდა ბრიტანეთი, ამ ომში არ აყვა. ნუ ჩქარობ დასკვნების გაკეთებას? შენ ეთყობა ფეხებზე კიდია, რაც ხდება. ფეხებზე კიდია ეთყობა, რაც ხდება. და იმიტომ. თუ ვინმეს უნდა საქართველოდან გაიყვანა ამერიკის იმის რა ქვია საელჩოს პერსონალი საქართველო არის ის ერთადერთი საჰაერო ჯაჭვი დარჩენილი, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან და საქართველოში საჰაერო ფრენებზე არანაირი შეზღუდვა არ აქვს, მთელი მსოფლიო იყენებს საქართველოს საჰაერო სივრცეს ამ მომენტში. და შეეძლო წყნარად მშვიდად თავისი პერსონალი გაიყვანათ სამოქალაქო ბორტით ყოველგვარი პრობლემის გარეშე. რა ესაქმება სამხედრო თვითმფრინავ საქართველოში? რა ესაქმება? დემონსტრაციულად 160 კილომეტრია სულ საჰაერო მანძილი ირანის საზღვრიდან საქართველოს საზღვრამდე. ბიჭო 4000 კილომეტრის იქეთ ანადგურებს იმას რა ქვია მიზნებს. ამ დედამოწყნული ამერიკის მთელი მისი არსებობა და აზრი არის თვითონ შეერთებული შტატების ჩამოყალიბებული აზრი არის რეგიონის არეულობა. და ერთადერთი საჰაერო სივრცე, რომელიც მთელი ევრაზიის კონტინენტზე არის დარჩენილი, ესაა საქართველო. საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასიის დერეფანი. აბსოლუტურად ყველაფერი არის ჩაკეტილი, რუსეთის საჰაერო სივრცე ჩაკეტილია, უკრაინასთან ომის გამო, ამის გამო, იმის გამო, ირანის საჰაერო სივრცე ჩაკეტილია, ერაყის ჩაკეტილია, ისრაელის ჩაკეტილია, ემირატების ნაწილი, კატარი, ბაჰრეინი, კუვეიტი, ომია და იმიტომ. ისე გემრიელად უნდათ რომ ეს საქართველოს დერეფანიც იქნას აფეთქებული და იქნას საბოლოოდ ჩაკეტილი როგორც სახმელეთო და საჰაერო არტერია და რატო უნდათ? იმ მარტივი მიზეზის გამო უნდათ, რა მარტივი მიზეზის გამოთაც ომს აწარმოებენ. დაასუსტონ ჩინეთი, დაასუსტონ ევროპა, დაასუსტონ თავიდან ბოლომდე არიონ ყველაფერი, დერეფნები არიონ
დაბლოკონ სიტუაცია ქვეყანაში და შენი ჭირიმე შენ გენაცვალე რა, თვითონ იყვნენ კაი პონჩი. ამას ბიჭო ახლა მოყვარე კი არა, დაუნდობელი მტერი არ გაგიკეთებს. და გამოსული ხართ მთელი ქოცები, თქვენი გამზდელი მოტყან დიდი ან პატარიანად. მთელი ქოცები, აი როგორ არ გაგინოთ თქვენი დედაშევეცის უყველასას ბიჭო. და გახარებული იყავით, ცაში იყავით სიხარულით, ასული რუბიომ დარეკა. აი თუ ჩვენ მაგრები არა ვართ. ნეტა საერთოდ არ გახსენებოდათ საქართველოს მიმართულება და საერთოდ არ გახსენებოდათ ან ტელეფონის კოდი არ იცოდნენ ან თავიანთ ჯორჯიაში არეოდათ. ასეთი უთავმოყვარეობ. ამას როგორ შემოვიყვანდი ბიჭო ქვეყანაში? ამას როგორ შემოვიყვანდი ქვეყანაში? დავი ავხსნიდი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, თქვენი უსაფრთხოების გამო არ შეიძლება აქ დაჯდომა თქვენი თვითმფრინავის. იმიტომ რომ გაფრთხილებული ვართ ირანიდან თუ ამერიკის თვითმფრინავები იქნება განთავსებული საქართველოში, დაგვბომბავენ. და გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ თუ ამერიკული ბორტი დაჯდება საქართველოში, დაგვბომბავენ. და ვახვევიებდი საერთოდ. თუ რამის მოწოდება გინდა ზღვით მოგაწოდებ, გინდა რითაც გინდა მომცილდი აქედა. რა უნდოდა ამას იქ? მაგრამ მე გეტყვით ერთ რაღაცას. მე გეტყვით ერთ ძალიან მარტივ რაღაცას. სანამდე საქართველოში არსებობს აი ესეთი მონახელისუფლება, რომელსაც ჯერ შევარდნაძის დროს მიღებული აქვს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც კანონმდებლობაც ამერიკელებს ანიჭებს. იმუნიტეტს ამერიკელმა სამხედროებმა რომ მოკლან საქართველოში კაცი, არანაირი ის რა ქვია პრობლემა არ აქვს, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ ქართული სამართლით. ხოლო მათი ტრიბუნალი თუ გაასამართლებთ რა, სრული იმუნიტეტი ხელშეუხებელი ხალხია, როგორც აი დეპუტატებს აქვთ იმუნიტეტი და უფრო მეტიც ფაქტს რო დაიჭირონ, მაინც არ აქვთ თავების უფლება. იყო ასეთი შემთხვევა, ამერიკელმა სამხედრომ ქართველი ბიჭი დაჭრა და ვერავინ პასუხი ვერ მოთხოვა. ამერიკელებმა წაიყვანეს და მიხედეს. სანამდე ამერიკელებს უპრობლემოდ შეუძლიათ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება ამ კანონმდებლობებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ და ასე, მამდე ქვეყანას არ შეუძლება არაფერი. მე გეუბნებით ერთ რაღაცას რა. ერთი ბომბიც რო ჩამოვარდეს საქართველოში. თუ ვინმე ქართველი არის დარჩენილი, ნორმალური ქართველი. ნაცი და ქოცი უნდა გამოიყვანოს ქართველმა ერმა, ბიძინა ივანიშვილის თამადობით და ჩერგოლეიშვილით დამთავრებული და დედა უნდა მოგიწყნათ იმ რუსთაველზე. იქ უნდა მოგიწყონ ტრიბუნალი. საბოლოოდ ღუბავთ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, როგორ ტრაქში შეუძრებოდნენ ესენი რუბიოს. არ ვიცი მე რას ამბობენ მაგათ დედაშევეცი, მე მაგათი ქოცების ფსიქოლოგია როგორ უნდა გაიგო ადამიანი. ქოცის ფსიქოლოგია შეიძლება გაიგო, ქოცი უნდა იყო თავმოყვარეო. და ბიძინა ყავთ ამათ და არაფერი არ მოხდება. ერთი იმ ბიძინასაც მოუტყნავდნენ, იქნება გამზდელს და დაცემდნენ იმ რაკეტას თავში. აბა ისე ვერ მოვიცილებ ჩვენ მაგნაერი იმას, იმიტომ რომ ფული წანა მაქვს, მანამდე ეყოლებათ ამგეს აღმერთებული ასე. გააკეთებს ამაზე ვინმე განცხადება სრული სიჩუმე. არავინ ხმას არ იღებს. და პირიქით. ჩერგო, ეგენი, კვაყოფილები, ბედნიერები, ნაცი, ქოცი რო ასე ხდება ეს ყველაფერი. ბიჭო, ისეთმა ძლიერმა ქვეყნებმა, რომლებსაც თავიანთი სამხედრო წარმოება აქვთ, თავიანთი შეიარაღებული ძალები ყავთ, უზარმაზარი, აი ყველაფერში რო განვითარებულები არის. იმის შიშით, რომ ირანული რაკეტა არ დაეცეთ. თავიანთ ბიჭო სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, ნატოს წევრ ქვეყნებმა, იგივე ესპანეთი, იგივე საფრანგეთი, იგივე იტალია და ბრიტანეთმაც, რომელიც კუდი იყო ყოველთვის,
უარი განაცხადა ბიჭო საერო სივრცის დათმობაზე ამერიკული პორტებისთვის მაგრამ აქ საუბარი შვეიცარიაზე და სხვა ქვეყნებზე თქვენ ვინ ახართ თქვენი დედაშევეცი მესათი თაუროთ ვინ ხართ ბიჭო თქვენ ასე რომ ფეხებზე გკიდიათ ეს ქვეყანა ალექსი ახლა სიმართლე გითხრა მე ადამიანურად გეტყვი მე მეწოდება იქ ნორმალური ადამიანები მოყვებიან ამაში თუ არა ეს ნაცი და ქოცი და მასეტაშის მკვრელი დასაბომბი კი არა მიწასთანაა გასასწორებელი ნეტა ისე მოხდებოდეს რომ ის ბომბი მაშინ ჩამოვარდებოდეს როდესაც ერთად ზიან ესენი პარლამენტში ან მიტინგებზე რო ყრილ არიან იქ ან ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაიბომბებოდეს ან კონსტიტუციონალური მოძრაობის ოფისი და დედა მოტყნიათ ეგენი მე ერთი წამი არ ვიდარდო მაგაცე მე არ ვიდარდო მაგრამ უმართლი მოკვდება ამაზე მაგ და მე ერთი ქართველი არ მიღირს ამ თლიანი ნაცქოცი რო ერთად შეკრიბოდა გაწყვიტო ერთი ნორმალური ქართველი არ მიღირს მე იმის პასი არ ვიცი მე რატო დათანხმდნენ და რისთვის დათანხმდნენ ალბათ ბიძინას სანქციებს მოუხსნიან ან რაღაცა იქნება რაღაცა სასიკეთო იქნება ალბათ ლაპტყილა ეგენიც არ ეტყოდნენ ამათთვის ხო ამერიკელების ტრაქში ძრომიალი დაბადებიდან ესაა რა ქვია ნიჭია ახოცეს რომ კითხო ხო არ დაუბომბივართ ალბათ ასე იყო საჭირო გითხარით ბიჭო სხვა არაფერი სიკეთისთვის არაფერი ჩვენ და სასიკეთოთ არ დარეკავდნენ ესენი თქო არაფერს სასიკეთოს ჩვენ არ ესენი ერთ გაგვიკეთებდნენ ჯერ რა ჩამოიტანეს რა წაიღეს ეს კიდე ცალკე საკითხია ვინ წაიყვანეს რა წაიყვანეს ეს კიდე ცალკე საკითხია მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ესა პირველ რიგში ესა პროვოკაცია ой შენ ზენონი ბარტუნი სახელის ვერ დაგიმალია და გვარიც დაგიმალია იქნები ახლა ვიღაცა ისრაელის ბოტროლ ზაუდიდან შექმნილი და რომლებსაც სულფეხებზე გეკიდათ და კიდიათ საქართველოს და იმას გვახსენებთ ახლა გვასწავლით ისტორიას თუ ირანიდან ერთ დამპყრობელი იყო და თქვენ რო ტრაქში უძრობოდით ირანის რო გავიწყდებათ ხო მათ შორის ირან-ერაყის ომის დროსაც რომ მთელი ისრაელი ტრაქში იყავით ირანის შემძრვალი და იქეთ აიარაღებდით ის დაგავიწყდა და ჩვენ რო გვასწავლით ამას წადვიძია შენ საქმეს მიხედი მოცილდია კიდე წად დაჯექი იმაში თავშესაფარში და ეხვეწე მოშიახს გადარჩი დამანებეთ თავი რა არ მჭირდება შენი და შენაირების სწავლება აი ეს პირველ რიგში არის პროვოკაცია და მეორე რიგში ეს არის ეგზისტენციალური საფრთხის შემოტანა. ამაშია მთელი უბედურება და ამას თუ საკადრისი პასუხია. აი ახლა ნორმალური ქართველების გაერთიანება რო იყოს ძლიერი, შეიკრიბებოდა ეს ნორმალური ქართველების გაერთიანება. მიაკითხავდა პირდაპირ ხელისუფლებას და ეტყოდა სასწრაფოდ გამოიტანე გააკეთე განცხადება რაში არის საქმე. ახლავე გააუქმე ყველა ის ხელშეკრულება შეერთებულ შტატებთან, რომელიც არის სამხედრო თანამშრომლობაზე დადებული. აი ზუსტად აი ამის გამო, რომ ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. მე არ ვიცი ამა როგორ გადაიარა, როგორ გადაივლის, როგორ გადმოივლის, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, მე აზზე არა ვარ, არ ვიცი. რა შედეგები მოყვება ამ ყველაფერს, მაგრამ სადაც ეს გააკეთეს ამათმა, ხო? ესენ კიდე გააკეთებენ ასეც. კიდე გააკეთებენ ასეც და რაღაცა უბედურებაში გარევენ ქვეყანას. ღმერთს ვთხოვ. აი ღმერთს ვთხოვ რა. თუ ესეთი რაღაცა არის და მართლა ეს ქვეყანა არის დასაბომბი და მართლა განწირული არის და ვერანაირად ვერ უნდა გაექცეს ამ ყველაფერს. აი უფას ვთხოვ, რომ ეს ბომბები ყველა
ნაცების ოფისი, ქოცების ოფისი, ამათი წეული პარლამენტი, აი ამათი ოფისები, ამათი სახლები, სასახლები ყველა იქ ჩაცვენილი იყოს რა. ერთ დღეში რომ დედა მოწყნოდეთ ამას უყველას. და მე ვეთყვი მადლობას ირანს. აი თუ არის თეორიაში ასეთი რაღაცა შესაძლებელი მოსახვედრად. და მადლობას ვეთყვი პირიქით. არ ვიცი მე ვინ არიან, ესენი ვინ არიან და ფეხებზე კიდიათ. ფეხებზე კიდიათ საკუთარი სამშობლო. აი ის არიან. ფეხებზე კიდიათ ბიძინა ივან ურია ბიძინა ივანიშვილს ფეხებზე კიდია საქართველო. ქოცებს სულ ფეხებზე კიდიათ საქართველო. არ ხდება ჩემო ძმაო რო არ გკითხონ ისე დასვან თვითფრინავი. თვითფრინავი ეს არ არის ეს რა ქვია გზაზე მიმავალი მანქანა. თვითფრინავი რო დაჯდეს იმას სჭირდება სადისპეჩერო ნავიგაცია, მას სჭირდება დასაფრენი ზოლის მომზადება, მას ბევრი რაღაცა სჭირდება. ძალიან ბევრი რაღაცა სჭირდება, შეთანხმება სჭირდება. იგივე ეს საჰაერო ნავიგაციიდან გამომდინარე. ეს არა ასე რომ ვიღაცამ მოვიდა და მოვდივარ ახლა და სასწრაფოდ დამსვი მაგ. არ ხდება ეს. არა ასე მარტივი. ამიტომ მოდიოდა ვიღაცამ და უცებ ხაჭაპურის და ხინკლის საჭმელად შემოიარა და დაფრინდა და გაფრინდა არ არის ეგრე. არ არის ყველაფერს თავისი წესები აქვს და თავისი სტანდარტები აქვს. ისევ თავიანთი ბორტიდან გამომდინარე ეს რო შესაძლებელი ყოფილიყოს, ხო? კი ბატონო, მე ნახდათ ვიტყვი საერთოდ არ გითხავდნენ, ამას რაც გვეკითხებიან ჩვენ ქვეყანაში, ეს ამას რო შეგკითხოდნენ, კი ბატონო, მაგაზე არა, მაგრამ არ ხდება ეს ასე. არ ვიცი. ერთი რაღაცის რისი რაც არის აუცილებლად გასაკეთებელი. რაც აი აუცილებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად გასაკეთებელი არის. საქართველოს უნდა გამოვიდეს აბსოლუტურად ყველა სამხედრო შეთანხმებიდან, რომელიც სამხედრო შეთანხმებაც არის შეერთებულ შტატებთან დადებული. აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენ აი ესეთი პარტნიორები ვართ. ვიზით რო წახვალ სტუმრათა 15000 უნდა ჩაუდო ჯიბეში რომ უკან დაგიბრუნოს და დავანებოთ დარჩენს თავი. და რატო ვაკლავთ და რატო ვწირავთ ჩვენ ქვეყანას? არაფერი განსხვავებული არ მოხდა რა 21 წელს. საქართველოს შეეძლო გადარჩენილიყო ეარსება, დამოუკიდებლად იარსება, ყოფილიყო ნორმალური განვითარებული ქვეყანა. და არც იმ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არ შეშლულიყო, ისე გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი, რაღაც პერიოდამდე რა, თუნდაც 40 წლამდე და ესე შემდეგ. როგორც იყო მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები როგორც იმასკნეს. საქართველოს შეეწირა აი ამ აგენტურის თბილისში გახსნილი აი ამ აგენტურის გეგმებს, რომლებსაც ამიერკავკასიის თავის მიზნებისთვის გამოყენება უნდათ, თავისი ნავთობსადენებისთვის გასადენე ფრანგებს, ბრიტანელებს, ოსმალებს და ამ რჯულს. ამას შეწირეს ქვეყანა მაშინ და ქვეყნის დამოუკიდებლობა. მე გაიქცნენ იქ, წაიღეს მთელი ქონება და აი ზოგიერთ დაყლეებულ ქართველს პატრიოტი გონიათ და მე რომ მივედი იქ და საფლავზე სათქმელი ვთქვი, რასაც იმსახურებდა და იმაზე მეტი რბილად ვიდრე შეიძლება იმსახურებდეს. მე აქეთ მე დამიწყეს ლანძღვა და ესა და ეს დღევანდელი ნაცკოცები და მაშინდელი ნაცკოცები არაფრით არ განსხვავდებოდნენ. იმიტომ რომ ტვინი აქვს ნაღრძობი ამ ხალხს. არც საკუთარი სამშობლო უყვართ. არაფერი არ აინტერესებთ. არ ვიცი შემოძმაო, არ ვიცი, ისი არის არეული სამყარო თავრობის შეცვლის გეგმა აქვს თუ რა თავში. ერთადერთი გეგმა ამერიკელების თავში რაც არის, ამერიკელების თავში არის ერთადერთი გეგმა იყოს მართული ქაოსი. სხვა გეგმა ამათ თავში არ არის. მათი გეგმა არის ეს, მათ დასასიკეთოთ. გამოვიდნენ ღიად, გუშინ განაცხადეს ბრიფინგზე ოფიციალურად, რომ აი ამერიკამ საზღვრები ესე უნდა გაიფართოოს, აი ეს მდიდარი ქვეყნები, მეზობელი ქვეყნები, რომლებიც არის ნავთობით, იშვიათი მეტალებით, აი სხვა, რა ვიცი, დერეფნებით, მათ შორის პანამის არხით, ეს ყველაფერი უნდა შევიდეს შეერთებული შტატების შემადგენლობაში. ნახეთ, აგერ ოფიციალურად ლაპარაკობდა გუშინ მაგათი მინისტრი, ომის მინისტრი ვინც არის და ამ რუკის პრეზენტაცია გააკეთა ამდენი ქვეყნების მიტაცების შესახებ.
რომელშიც შესულია კანადაც, მექსიკაც, კუბაც, ვენესუელაც, სალვადორიც, გრენლანდია, ამაზე არა ლაპარაკი. ეს არის მაგათი გეგმა. ამის იქეთ რა ხდება მსოფლიოში, მაგათ არ აინტერესებთ. ამის იქეთ კისერი გიტეხიათ. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. ეს გვადარდებს ჩვენ. სხვა ჩვენ არაფერი არ გვადარდებს მეტი. ჩემ თუ არ ჭირდა ჩეთ ეგრდე ნახეთ კაცო. სხვაგან ფული გადამიხადონო იმისთვის რომ ომი შემწყვიტო. ეს არის შეერთებული შტატები. იმ ხალხს ეუბნება, რომელიც გუშინ მისი პარტნიორები იყვნენ, სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ. არაბულ ქვეყნებს, რომლებიც იქცევა, ფული გადამიხადეთ, და 2 ტრილიონი გადამიხადეთ, 2 ტრილიონი ნახევარი რომ წავიდეთ. რამდენია იცით 2 ტრილიონი ნახევარი, ზოგიერთ შეიძლება ამის წარმოდგენა არა. 2500 მილიარდი. აი ესაა შეერთებული შტატები და ესაა მაგათთან პარტნიორობა. გავადმყოფი უნდა იყოს ადამიანი ამას ვერ ხვდებოდეს და ხლა ამათ საქართველოსთვის ენდომებად რაიმე კარგი? მე კითხვას სვამ უბრალოდ. და ჩვენი მდგომარეობა კიდე აი ასეა. ამერიკელების ტრაკის წმენდაში აი ასეთი საქართველოს მივიღეთ. დაპყრობილი აფხაზეთის ამაჩაბლო, რაჭალე ჭკუმი ქვემოსვანეთი დაცლილი, თუ შავხევსურეთი დაცლილი, ტაუკლარჯეც იმაზე ახალციხე ახალქალაქზე აჭარაზე თვალი დადგმული თურქეთს, გარდაბანს და იმას აზერბაიჯანისკენ უჭირავთ თვალი, მომენცელოდებიან და აი ეს ქვეყანა მივიღეთ ამათ ტაშფანდურში და ამათ ტრაკის ქნევაში და ბიძინა ივანიშვილის ლოცვაში. არგით, აგე მშვიდობებით გახდება ესეც გაირკვევა თუ რა წაიღეს და წამოიღეს, იმიტომ არ დაიმალება ეს ყველაფერი. ვინ ჩამოიყვანეს, რა ჩამოიყვანეს, რა წაიღეს, მაგრამ ერთი რაღაცის თქმა პირდაპირ მარტივადაა შესაძლებელი. მარტივად არის შესაძლებელი, რომ ეს ნაბიჯი იყო პირდაპირ პროვოკაციული. რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას უქმნიდა კატასტროფულ, მე არ ვიცი გაფრინდა თუ არა ეს ბორტი. თუ არ გაფრინდა, თუ დიდხანს გაჩერდება, ირანს არაფერში არ ჭირდება კიდე ზედმეტი მტერის დამატება აქ. და თუ დიდ საფრთხეთ არ აღიქვამს, რა დარწმუნებული ხარ და სადაზვერო აპარატურა არ ჩამოიტანა? რა დარწმუნებული ხარ და ის დრონები არ ჩამოიტანა? გაიგებს ამას ირანის დაზვერვა. მე თუ გავიგე და სხვამ თუ გაიგო, ის ირანის დაზვერვაც გაიგებს. გახდება ცნობილი და ვნახავთ მერე დანარჩენს. ჩერგოების და ამათთვის ტაშისკვრა არის რუსული ხელისუფლება შეიცვლება. თუ მოვა ჩერგო და მოვა ესა, აქვია. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ორივე ერთი ბიონა გავია, მაგრამ აი მაგათი საქმე ესა. და ასეთ ხალხს ბიჭო, აი საქართველოსნაირი ქვეყანა არ მინახია. ნახდათ არ მინახია, არცად რამდენი ქვეყანა მაქვს მოვლილი. მოღალატეები ასე ხალხს უყვარდეს ბიჭო და მოღალატეებს ასე აფასებდნენ, როგორც საქართველოში უყვართ, მე ძმაო არ შემხედრია რა. ისტორიიდან დაწყებული დღევანდელ რეალობაში გაგრძელებული რა. ხო არ ვიცი ჩემო ძმაო, მალე დატოვა, ახლაც იქა რაზე შემოვიდა, რაზე გავიდა, რა საწვავის პრობლემა თუ ქონდა თურქეთთან საქართველოსამდე თურქეთი არის ეგერ და დამჯდარიყო იმაში რა ქვია ტრაპიზონის აეროპორტში და შეევსოთ იქ მეტი უსაფრთხოდ არ იქნებოდა ნატოს საჰაერო კოლგის ქვეშ აბა რისთვის შემხენკლი საჭმელად და იმის რა ქვია ხაჭაპურის წასაღებად გზაში არ შემოივლიდნენ კარგით ბლოგი მაქვს ახლა დამზადებული ვისაც გაინტერესებთ ნახეთ თვითონ ზოგადად იქ რა მოვლენები არის და ჩათრეულია მთელი რეგიონი ამ ომში და ჩვენს ჩაგვითრევენ და აი კაიჩიც დავიჭერთ აი ესეთი მომაკვდავი საქართველო ძალიან კაიჩიც დაიჭერს აი ამ პერიოდში